ჭამთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადების 11 მილიონი ახალი შემთხვევის დიაგნოსტირება ხდება და ლოკალიზაციის მიხედვით საშუალოდ ყოველწლიურად 1,300,000 ადამიანი იღუპება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვა რეგიონების მსგავსად რეგისტრირებულია კიბოთი ავადობის მატება 2012 წელს პირველი მიმართვისთანავე დადებითი დიაგნოზი გამოვლინდა 670 შემთხვევაში, რაც 2011 წელთან შედარებით 17,7%-ის მეტია. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2012 წლის მონაცემებით სიმსივნური დაავადებით ავადობის სტრუქტურაში პირველი ადგილი უკავია ფილტვის კიბოს, მეორე ადგილი სარძევი ჯირკვლის კიბოს, მედიკოსთა თქმით, მოსახლეობის მომართვიანობის მიხედვით ქალებში მკერდის კიბოს, მამაკაცებში კი პროსტატის, ფილტვის, კუჭდაწლავის კიბოს შემთხვევები ჭარბობს. მედიკოსების სიმსივნის გამოწვევ მიზეზებზე საუბრობენ და რამოდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. კომპლექსური ფაქტორების საფუძველზე ვითარდება სიმსივნური დაავადება. გარე ფაქტორები ეს არის თამბაკოს წევა, ეს არის დაბინძურებული ჰაერი, არასწორი კვება, სტრესები, შინაგანი ფაქტორები ეს არის გორმონალური და დიდი მნიშვნელობა გენეტიკური ფაქტორები, ეს მიდრეკილება ამ თუ მეორე სიმსივნის განვითარებას.